არჩევნები თუ ბოიკოტი, როგორ უნდა გაერთიანდეს ოპოზიციური ძალები? რა პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებია მისაღები ინდივიდუალური თუ საერთო ინტერესებისთვის? რა უნდა იყოს საერთო მიზანი? წინა საარჩევნოდ ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე ცხარე დისკუსია გრძელდება. მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით ერთობა აუცილებელია. თუმცა 29 ივნისის საპროტესტო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეებისა და პოლიტიკოსებისთვის მას კონკრეტული ხედვები საჯაროდ არ წარმოუდგენია. გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც ბოიკოტით, არც შიმშილობით, არც არაფრის სხვა ხერხით. ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა. ყველა ერთად რო დავდგებით და წინააღმდეგობა იქნება ერთიანი და ვერავინ ამაში ვერ შეიტანს რამე უთანხმოებას. სალომე ზურაბიშვილის როგორც პოლიტიკური წინამძღოლის იდეები კვლავ დავისაგანია ოპოზიციურ ფლანგზე. პარტიების ნაწილი ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორების მთავარ მეთოდად ერთიან ბოიკოტსა და ხანგრძლივ პროტესტს მიიჩნევს. მეორე ნაწილი კი არჩევნებში ერთიანი ძალებით მონაწილეობისა და საერთაშორისო ზეწოლის მეთოდებით ხედავს ხელისუფლების ცვლილების გზას. Მიედო ვამბობთ, რომ არჩევნებში იღებს ჩვენი პარტია მონაწილეობას და როდესაც ერთიანობაზეა საუბარი, ჩვენს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ერთიანი, ნეიტრალური, არაპარტიულ კანდიდატებზე მოხდეს შეთანხმება ქალაქების მერობის კანდიდატებზე. ჩვენ არაფერი საერთო არავისთან ვინც რაღაცა რევოლუციურ სცენარზე და რადიკალიზმზე ფიქრობს არ გვაქვს, არც გქონია წარსულში და არც მომავალში არ გვექნება. ჩვენ გვესმის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რუსული რეჟიმის დამარცხებას ჩვენ შევძლებთ მხოლოდ დიდი საზოგადოებრივი ერთიანობით და იზიარებ აბსოლუტურად სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას ერთიანობასთან დაკავშირებით, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ერთიანობა შეიძლება შედგეს მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს რაღაცა გზა, რაღაცა სამოქმედო გეგმა, ერთიანი, პოზიციურ სპექტრს სჭირდება კიდევ უფრო მეტი დრო იმისთვის, რომ გამოიკვეთოს რა ბრძოლის გზაზე აპირებს, რომ დადგეს და როგორ ესახება რუსულ რეჟიმთან ბრძოლა. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას ყავს პოლიტიკური პატიმრები, იმ ფონზე, როდესაც რუსთაველზე არიან მოშიმშილეები, იმ ფონზე, როდესაც ბოლო წართმეული არჩევნებიდან დღემდე ქვეყანაში ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა. მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობა. რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები. საქართველოს მოქალაქეებს ჭირდებათ მკაფიობა და ჭირდებათ სიცხადე. ამიტომაც ყოველგვარი მოკიბის გარეშე მე ვთვლი, რომ სალომე ზურაბიშვილის სათქმელი უნდა ეთქვა მკაფიოდ, რომ არჩევნებში, ეგრეთ წოდებულ არჩევნებში რეალურად კი სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის დაუშვებელი, დანიშნავს ბიძინა ივანიშვილის თამაშის წესებით თამაშს. ძალიან წარმატებული დიდი აქციის შემდეგ, რომელზეც მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ერთობის დემონსტრირება და ხალხში ძალიან საბრძოლო შემართების კიდევ ერთხელ ხაზგასმა. პოლიტიკური ამოცანა არის ერთობა, არ თანამშრომლობის გარშემო და აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა, მათ შორის აქტიურ საპროტესტო მოქმედებებზე გადასვლა, რაშიც მე ვიქნები ძალიან აქტიურად ჩართული. ქართული ოცნება არ არსებობს საერთაშორისო რუკაზე და ეს არის ართანამშრომლობის ერთ-ერთი ძალიან კარგი მაგალითი. ქართული ოცნების პოზიციით 29 ივნისის აქციაზე საქართველოს მოსახლეობამ გეგმისა და ძალის გარეშე მყოფი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რადიკალური ოპოზიცია იხილა. პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია არათანმიმდევრულია. ერთმანეთში ვერ იყოფენ რაღაცეებს ოპოზიციის წარმომადგენლები არის შიდა დაპირისპირება კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს ძალიან კარგია მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არის ორი პარტია რომელსაც სურს მონაწილეობა ორი პარტია რომელსაც არ სურს მონაწილეობა ეს გახლეჩვა ძალიან კარგია რადიკალურ ოპოზიციაში რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ყველა ერთია გუშინდა დღეს კიდევ ერთხელ ყველა დარწმუნდა თუ რამდენად ძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია 4 პარტია 40 NGO ევროპული ბიუროკრატიის დაფინანსება მთელი deep state ყველა ერთად იყო ჩართული და პიკზე 2000 ქართული ხალხი გამოიყვანეს. ეს არის დღეს რადიკალური ოპოზიციის დგომა. რა შეუკვეთეთ და რა ჩამოგვივიდა? ჩვენ შეუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი. ჩვენ ნახეთ გუშინ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აქცია, რომელზეც საჯაროდ
პირდაპირ გაისმა მოწოდება ხელისუფლების დამხობის. ეს არის კატასტროფა, როდესაც ევროკავშირის საელჩო აფინანსებს აქციებს, სადაც მოწოდება გაისმის დამხობის, დასჯის, მებრძოლების გამოყვანას. ვერაფრით ვერ მიმაღწიეთ, რომ ერთხელ მაინც თქვან ვის და რისთვის აფინანსებენ. ამიტომ ეხლა პასუხისმგებლობა არის სრულად ბრიუსელზე და მის საელჩოზე საქართველოში. ერთად თუ ცალ-ცალკე ბრძოლის რა მეთოდს აირჩევს ოპოზიცია და როგორ გაგრძელდება პოლიტიკური კონსულტაციები, ჯერ უცნობია. არჩევნებამდე 4 თვეზე ნაკლები დარჩა. ალეკო გვედაძე, ევრონიუს, ჯორჯია.